აღარ უნდა დაუშვათ არანაირი შეცდომა. განათლების დარგი უნდა იყოს შუქურა ჩვენი მომავლის, რადგან სწორედ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია სწორი გზით წაიყვანოს ქვეყანა. ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გააკეთა, როდესაც განათლების მინისტრის კანდიდატი წარადგინა. შეიქმნა ახალი სტრუქტურაც, განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომელსაც გია დვალი უხელმძღვანელობს. მთავარ კითხვას გადაცემის პირველ ნაწილში გიორგი მარგველაშვილი უპასუხობს. როგორ წარმოუდგენია განათლების კომისიის საქმიანობა გია დვალი ნიუ-იორკიდან და გადაცემის ბოლოს რა ტიპის საგამოძიებო კომისიის შექმნა იგეგმება პარლამენტში. თინა ხიდაშელი გადაცემაში მთავარი კითხვა. მთავარ კითხვას საღამოშტობისა და გილოცავთ თქვენ ხართ განათლების მინისტრობის კანდიდატი ჯერ. ამიტომ მოდით დავიწყოთ იმით, თუ რა კონცეფცია გაქვთ რეფორმებთან დაკავშირებით, ანუ რა მთავარი რეფორმები უნდა გატარდეს განათლების სისტემაში. ამას გეკითხებით იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი რომ კოალიციას ჰქონდა საკმაოდ საინტერესო კონცეფცია თვითონ პროგრამაში, საარჩევნო პროგრამას გულისხმობ. გამომდინარე პროგრამიდან ძირითადი რეფორმები, რომლებიც ფიქრობთ რომ გასატარებელია უახლოეს მომავალში. მადლობთ. ესე იგი, რამდენიმე საქმე ისაა, როდესაც ესეთი კითხვა ძალიან ფართეა თვითონ ეს სისტემა, ხო, და მოიცავს სასკოლო განათლებასაც და რაღაც ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევებსაც. ამდენად ესე რაღაც ერთი სიტყვით იმის თქმა რა უნდა გაკეთდეს. ერთი სიტყვით თქმა ალბათ შეიძლება ითქვას, რა უნდა გამოსწორდეს, რომ პოლიტიკური კონტექსტი ამ სისტემიდან უნდა იქნას ამოღებული და ძირითადი სულისკვეთება, რომელიც თან ახლავს როგორც განათლებას, ისე მეცნიერებას, ეს არის თავისუფლება და თავისუფალი ადამიანების სწრაფვა სამყაროს შემეცნებისკენ და ინფორმაციის მიღებისკენ და აგრეთვე მისი გაცემისკენ. ეს არის ძალიან ზოგადად რაც უნდა გააკეთეს. ეხლა თანარჩენი არის უკვე კონკრეტულად სხვადასხვა სისტემის ნაწილები, რომელზეც შეგვიძლია ცალ-ცალკე ვისაუბროთ და ბუნებრივია მე არა ვარ მზად, რომ ეხლა დეტალურად გავარჩიო ცალკეულია ეს კონკრეტული ტაქტიკური ნაბიჯები. ძირითადი და მთავარი თემები, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს, მაგრამ ანუ გამომდინარე ანუ ძირითადი რა უნდა გააკეთეს არის კიდე ცალკე პრობლემები, რომელიც არის დაკავშირებული სუფთად მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან, რომელიც ძალიან ბევრ შემთხვევაში განსაკუთრებით სკოლებთან მიმართებაში არის ძალიან პრობლემური და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა წინსვლა ამ თვალსაზრისით არის კიდევ სკოლები და კიდევ მეტი სკოლები გაჩნდა ამ ბოლო დროს, რომ უბრალოდ დაიხურა ამ ბოლო დროს და ნაკლები მიწდომადობა აქვს განსაკუთრებით რეგიონში, სოფლებში. ამ შესახებ როდესაც დავაანონსე, რომ თქვენ ხართ ჩემი სტუმარი, ყველაზე მეტი შეკითხვა იყო სწორედ ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მთიან რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც ბევრ სოფელში აღარ არის სკოლა, არ არის შეპირებული ტრანსპორტი თურმე, რითიც სხვა სოფელში უნდა იარონ ბავშვებმა და ძალიან ბევრი ოჯახი ამის გამო ტოვებს სოფელს. ხო, ეს მართლა კოშმარია 21 საუკუნის ერისათვის, თანამედროვე ევროპული ერისათვის, რომ მისი შვილები ვერ იღებენ პირველად აი რაღაც განათლებას, რომელზეც კითხვის ნიშანიც არ უნდა ისმებოდეს. ხა ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით დღეს თქმა კონკრეტულად რა უნდა გააკეთდეს აი უახლოეს მომავალში, ძნელია, იმიტომ რომ საბიუჯეტო ეს არის ბუნებრივი საბიუჯეტო ხარჯები, საბიუჯეტო პარამეტრებთან დაკავშირებით. დღეს მე როგორც ხედავ, გაურკვევლობა არ არის ჩამოყალიბებული ბოლომდე, ხა პოლიტიკური განცხადებები ერთია, რეალურად არის მეორე რა რესურსი არსებობს და რა რესურსი არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს ერთი თემა, მეორე თემა არის ამ საკითხის ეტაპობრივი გადაწყვეტა. პირველი, რა თქმა უნდა, ყოველ მიზეზს გარეშე და ეს იქნება ჩემი ძალიან სერიოზული და პრინციპული მცდელობა, რომ იმ სოფლებში, სადაც რეალურად სკოლა არ არსებობს, იქ ტრანსპორტით მაინც დროებით გადაიჭრას ეს პრობლემა. იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ თანამედროვე ქართველი არ იღებდეს ელემენტარულ განათლებას და სახელმწიფო არ მონაწილეობდეს ამაში. ამიტომ ეს არის ძალიან პრინციპული, რომ ეს საკითხი, აი ესეთი დროებითი გადაწყვეტის ფორმა იმ განსაკუთრებული შემთხვევების მიმართ განხორციელდეს. მეორე არის უკვე როდესაც რესურსი არსებობს, რა ნაირად გაკეთდეს. ერთი არის უბრალოდ აღადგინოს სკოლა, ასე ვთქვათ, ნომინალურად, ფასადურად და რეალურად შიგნით არ იყოს საკმარისი რესურსი, მე ვლაპარაკობ მასწავლებლებს, ხო? იმისთვის რომ აღადგინოს სრულფასოვანი სკოლა, უნდა გქონდეს საკმარისი კონტინგენტი, ადამიანური კონტინგენტი, ვინც იქ იმსახურებს.
ამ თვალსაზრისით მე მიმაჩნია ჯობია რაღაცა დასრულებულ დონემდე მივიყვანოთ ხოლმე ეს პროექტები და მე აღვადგინოთ ეს სკოლა და მანამდე გადაჭრილი იყოს ეს საქმე დაუშვათ ტრანსპორტირების მეშვეობით და როგორც კი შესაძლებლობა შეიქმნება ეს რაღაცა ბოლომდე მიყვანილი რეალობები აღდგეს და არა უბრალოდ რაღაცა პატარა ის გაიხსნას. ეხლა ეტაპობრივად ბუნებრივია მიზანი არის მარტივი, სადაც არის დასახლება, იქ უნდა იყოს შესაძლებლობა, როცა არსებობს ბავშვს უნდა კონდეს მიწვევადობა. ბატონო გიორგი, თავიდან პირველი რაც თქვით, როდესაც კითხეთ რა ნაბიჯების გადადგმას, რა რეფორმების განხორციელებას აპირებთ, თქო მიპასუხეთ, რომ თავარი არის პოლიტიკური ზეგავლენისგანო განთავისუფლება განათლების სისტემის. ანუ რომ შევაბრუნოთ ეს კითხვა, თქვენი აზრით მთავარი შეცდომა რაც დაუშვა წინა ხელისუფლებამ იყო ის, რომ პოლიტიზირებული იყო განათლების სისტემა? არა, ამ მოტივაციამ განაპირობა შეცდომათა გარკვეული რიგი, სადაც შესაძლებელი იყო ან სტრატეგიაც თუნდაც სწორი იყო განსაზღვრული, როდესაც შენ ერთდროულად მიზნად გაქვს შენი მიზანი არის დაუშვათ იგივე ბოლონიის პროცესი და ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან. ან შენი მიზანი არის დაუშვათ იგივე სკოლების მეტი ავტონომიურობის შეძენა და ამას ერთის მხრივ მიზნად სახავ, ხოლო მეორეს მხრივ რაღაცა ვალდებულება ან თუნდაც რაღაც ბევრად უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნა, მაგრამ მეორეს მხრივ გიჩნდება ვალდებულება, რომ ესეც თითქოს შესაძლებელი გაქვს, მაგრამ უფრო პრიორიტეტული და უფრო დღეს შენს წინაშე არსებული პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური შენი პოლიტიკური ბერკეტი იყოს ამ სისტემაში. ბუნებრივია, რომ ერთდროულად ეს ყველაფერი არ გამოდის. შესაბამისად, როდესაც ეს ვექტორი, რომ პოლიტიკური იარაღი გახდეს ამ ხელა სისტემა, როდესაც ეს ბერკეტი გაჩავს, მერე ეს ძირითადი მიზნები მრუდდება. თორე იდეაში ის ძირითადი მიმართულება, რაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს და სისტემას ჰქონდა, ეს ინტეგრაცია ევროპულ ღირებულებებთან და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან, მე ამას პრინციპში ბოლომდე ვიზიარებ. თუმცა არსებობდა მოსაზრება, რომ ის რეფორმები, რაც 8 წლის მანძილზე გატარდა საქართველოში, იყო არათანამიმდევრული. ანუ იცვლებოდა მინისტრი, იცვლებოდა მიდგომა. ხო, შეიძლება. კახალომაიადან დაწყებული დიმიტრი შაშტინის დასრულებული. ამაზე რა სიტყვით? თუმცა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც დაიწყო და გაგრძელდა, ეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროექტი, ეს ლომაიას დროს დაიწყო და გრძელდებოდა და მე როგორც ამ სისტემის მეორე მხარეს მდგარი ადამიანი და უშუალოდ როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე უკმაყოფილო იმითი, რასაც ვიღებდი ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან, რა კონტინგენტიც მოდიოდა, მე უკმაყოფილო არ ვიყავ. ეხლა მეორე მხრივ კიდე იყო სისტემები, რომლებიც დაუშვათ აკრედიტაციის სისტემა, რომელიც მე ვლაპარაკობ უკვე როგორც სუბიექტი ამის, რომელიც შემეხო. აკრედიტაციის სისტემა ლომაის დროს ბევრად უფრო მოუქნელი იყო და რაღაც ჭრიდა, ძალიან ისე არასწორად მე მგონი ეს ამ თვალსაზრისით რაღაცა მე რაც შეხება მქონია და დაიხვეწა ეს სისტემა. ამდენად ეხლა კიდევ ერთხელ რაღაცა ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც მე ვიცნობ, მათი უკან მოტივაცია თითქოს სწორი იდგა. მაგრამ ყველა შემთხვევაში მე მრჩება შტაბეჭდილება, რომ აქ იყო ხოლმე დეკლარირებული ერთი რამე, ხოლო მეორეს მხრივ იყო ის ტენდენცია, რომელიც ამას ამრუდებდა და უბრალოდ ისედაც ზართულია აქ წარმატების მიღწევა ამ სისტემაში და როდესაც ჩვენ პლუს კიდე რაღაცა სხვა რამეს ემსახურები, ბუნებრივად მრუდდება ხოლმე შედეგი. აი მაგალითად ავიღოთ მაგალითები, როდესაც გამრუდდა. მაგალითად ავიღოთ მანდატურების ინსტიტუტი. თქვენ დღეს გამოთქვით მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ინსტიტუტის ფუნქცია უნდა იყოსო კრიმინალის პრევენცია და არა დათქმის მექანიზმს ის არ უნდა წარმოადგენდესო. როგორ წარმოგიდგენიათ მანდატურის ინსტიტუტი იმ სკოლაში, რომლის განათლების მინისტრიც უკვე იქნებით თქვენ. ეს ალბათ არ არის რთული წარმოსადგენი. არა, რთული წარმოსადგენი არ არის, იმიტომ რომ აქ ძალიან იოლია იმის თქმა, რომ იმ შემთხვევებში მანდატურის ინსტიტუტი იყო გამოყენებული როგორც პოლიტიკური კონტროლის ბერკეტი, რომელიც მასწავლებელს და მოწაფეს აპირისპირებდა ერთმანეთს, იყო რაღაცა ზედამხედველი და სისტემის გარკვეული ასეთი ისა რა ქვია, ხელში დამჭერი, ხო, ეს აბსურდია თავისთავად. შეუძლებელია საერთოდ განათლებას მართავდე რაღაცა ძალადობით. განათლება ეს არის შემოქმედება, ხო, როგორც მასწავლებლის მხრიდან, ისე ხშირად მოსწავლის და სტუდენტის მხრიდან. შეუძლებელია შემოქმედებას მართავდე რაღაცა ძალადობით. ეს თავისთავად აბსურდულია და ეს არ უნდა იყოს, მაგრამ იმ შემთხვევებში, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში, სადაც არსებობს კრიმინალის შესაძლებლობა და ამ კრიმინალისგან
სკოლის იზოლირება ბუნებრივია წარმოადგენს განათლების სამინისტროს მიზანს, აი იმ შემთხვევაში რა ფორმით უნდა ფუნქციონირებდეს მხოლოდ როგორც პრევენციის გამხორციელებელი ეს მანდატური ამის თაობაზე მე ალბათ უფრო სკოლის დირექტორებისგან უნდა მოვისმინო და იმ მასწავლებლებისგან რომლის წინაშეც არა აღმზრდელობითი, არამედ კრიმინალის პრევენციის საკითხი დგას, იმიტომ რომ აღმზრდელი სკოლაში არის მასწავლებელი და არა მანდატური ან პოლიციელი და ასე შემდეგ. ანუ შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც გაესაუბრებით დირექტორს. ბუნებრივია, ხო, ეს საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივი და იოლი გზა არის განსხვავებით იმისგან, რაც კეთდებოდა, რომ სანამ რაღაცა ცვლილებას აკეთებ, იმ ხალხს შეეკითხო, ვისთანაც ერთად უნდა, ან ვის სფეროშიც უნდა განახორციელო ეს ცვლილება. არ არის, ანუ რაღაცა ის ასე ვთქვა, აი ეს რაღაცა რეფორმები, რომლებიც იყო რაღაცა თავდასხმის ფორმით თუ რაღაცა ხო, რომელიც წინა დღეს არავინს არ უნდა ცოდნოდა, თავისთავად ეს რეფორმის კრახზე არის ასეთ შემთხვევაში რეფორმა, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ეს უნდა აღასრულოს, მათ არ იციან. აი, როდესაც მე სკოლის დაუშვათ დირექტორები მომიყვებიან იმის თაობაზე, რა გადაწყვიტა დაუშვათ მანდატურის, რა პრობლემები ქონდა და მათ წინაშე რა პრობლემები ან ვის აქვს საჭიროება ამ ინსტიტუტის შენარჩუნებას. ბუნებრივია აქედან გამომდინარე უნდა განისაზღვროს მანდატურის ინსტიტუტი. სამინისტროს ექვემდებარებოდა ეს ინსტიტუტი და ითვლებოდა ერთგვარ კონტროლადაც არა მხოლოდ მოსწავლეებზე, არამედ დირექტორებს და პედაგოგებს. ხო, უნდა აკონტროლოდა. ასე უნდა დარჩეს ეს ანუ სამინისტროს დაქვემდებარებაში თუ არ გიფიქრიათ ამაზე. არა, ეს არის რეფორმირების ნაწილი ბუნებრივია. ეხლა რისთვის უნდა აკონტროლო დირექტორი ბოლომდე ჩემთვის გაუგებარია ალბათ იმისთვის რომ მე მიიყვანო მიტინგზე მიაყვანინო თავისი თანამშრომლები და კიდე სკოლის მოსწავლეები და ეს პოლიტიკური მიზანი არ არის ამ მთავრობის პოლიტიკური მიზანი შესაბამისად აი დირექტორის კონტროლი და მithumetes კონტროლი რაღაცა გასამხედროებული სტრუქტურის მხრიდან უბრალოდ აბსურდულია მეორე არის დირექტორს რასაჭიროება აქვს დაუშვათ იგივე სკოლის პერიმეტრისზე და ან ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიაზე რაღაცის პრევენცია სჭირდება. ეს სხვა თემაა, მაგრამ მათგან უნდა წამოვიდეს ამის თაობაზე რაღაც პოზიცია. რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს და ეროვნულ გამოცდებს. აქ განვითარება იყო შემდეგნაირი, ანუ შემოიღეს ეროვნული გამოცდები. შარშან უკვე შემოვიდა საატესტატო გამოცდებით, რამაც საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მოსწავლეების და მათი მშობლების და ზოგიერთი მასწავლებლის მხრიდანაც მახსოვს იყო პროტესტი. მიზანი იყო შემდეგნაირი, მომავალ წელს უკვე ყოფილი ხელისუფლება აპირებდა რომ გაეუქმებინათ ეროვნული გამოცდები და დარჩენილიყო ძალაში მხოლოდ საატესტატო გამოცდები, რომელზეც იქნებოდა დამოკიდებული უკვე აბიტურიენტის ბედის შემდეგ თუ რომელ უმაღლეს სასწავლებელში მოხდებოდა. თქვენ რას აპირებთ ამ მიმართულებით? მაია მემინოშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ვიდრე რეფორმირების შესახებ ბოლომდე არ ჩამოყალიბდებიან, მანამდე ძალაში დარჩება ისევ საერთო ეროვნული გამოცდები. საერთო ეროვნული გამოცდები. რადგან კიდევ ერთი დიდი ბოდიში გაწყვეტინებთ, პრეტენზია იცით რაზე იყო დაყრდნობილი, რომ სკოლების კვალიფიკაცია, პედაგოგების კვალიფიკაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლე მოემზადოს ხარისხიანად საატესტატო გამოცდისთვის და რომ პრინციპში იყო თითქოს ფიქცია ეს საატესტატო გამოცდები, რომელიც რეალურ შედეგს არ იძლეოდა. საატესტატო გამოცდები არის ახალი ხილი და მასე ესე ერთ მნიშვნელოვნად საუბარი ძნელია, თუმცა მე თავისთავად იმას, რომ საატესტატო გამოცდებს ამა თუ იმ ფორმით ატარებს ესეთი კვალიფიციური ორგანიზაცია, როგორც არის ალბათური მაიას ცენტრი, ეს მე თავისთავად მოწონს, მაგრამ ჯერ ვთქვათ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩემი გადმოსახედიდან იყო ერთმნიშვნელოვნად წარმატება. ის წარმატება, რომლის თაობაზეც ამდენი ხანი იყო საუბარი. რატო უნდა გაუქმდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები? მე ამის არგუმენტს საერთოდ ვერ ხედავ. მე არც მაშინ ბოლომდე არ მესმოდა, სხვა შოჩი გაგების პრობლემა მქონდა. ვერ ხვდებოდი რას ლაპარაკობს ბატონი შაშკინი ამ თემებთან დაკავშირებით. ვერც ერთხელ ვერ გავიგე რა უნდა. ის იყო წარმატება, ერთიანი ეროვნული გამოცდები. მე ამას გეუბნებით, როგორც ადამიანი, რომელიც იყო ასე ვთქვათ, მომხმარებელი ამ ერთიანი ეროვნული გამოცდის. ამ ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგად ინსტიტუტებში მოდიოდნენ სტუდენტები და მე ვერ დავინახე ამაში ვერაფერი ცუდი, პირიქით. ეს იყო წარმატება. რატო უნდა შევაჩეროთ წარმატება და რატო უნდა გავაუქმოთ ეს ჩემთვის? საუბარი იყო იმაზე, რომ საატესტატო გამოცდა თავისთავად მუქაჩავდა სკოლის დონეს, სკოლაში სწავლების დონეს, რადგან იქნებოდა უკვე საატესტატოზე არ ვლაპარაკობ. არ მე ახლა საატესტატო. არგუმენტზე გეუბნებით საატესტატო გამოცდებზე. ეს ვიცი. ეხლა რაც შეეხება ამდენად ერთიანი ეროვნული გამოცდის გაუქმების წინაპირობას, მე თუ ვინმე ამას გამაგებინებს, კარგი იქნება, მე შაშკინის არ მესმოდა და შეიძლება ეს გამაგებინოს რომელიმე სხვა მე გეუბნებით უმაღლესი
პოზიციიდან, რომ მე კმაყოფილი ვიყავი ამით. იმ პროდუქტით, რასაც ამის შედეგად ვიღებდი. ეხლა რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს, საატესტატო გამოცდების პერიოდი, რამდენხანსაც ისინი ტარდებოდა, არის ძალიან ცოტა. ერთმნიშვნელოვნად ამაზე თქვა, რომ ან ცუდია, ან ძალიან ცუდია, ან ძალიან კარგია, დღეს ძნელია. ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა ეს მქონდა დღეს შეხვედრა, ჩვენ ძალიან ბევრ ვარიანტზე ვისაუბრეთ თვითონ ცენტრის მზადყოფნაზე და უშოთ ესეთი გლობალური პროცესის მომსახურება გაუწეს, რა ფორმით უნდა იყოს. ერთი ძალიან ნათელია რომ და მე ბოდიშს უხდი მაყურებას რომ მე დღეს ამაზე პასუხს და არც არის ჩემი კომპეტენცია, იმიტომ რომ მოითხოვენ დღეს თქვენ. ხო, მაგრამ რაშია საქმე? ამაზე პასუხი უნდა იქნას გაცემული, თუ სხვა დანარჩენ თემებზე შეიძლება ვთქვათ, რომ დაუშვათ იქ კვლევა იქნება, ცოტა დრო მოგვეცით რომ რაღაცა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია. ეს არის უაღრესად სასწრაფო საკითხი, იმიტომ რომ ეს ეხება ბავშვებს, მათ უნდა იცოდნენ რა სისტემაში არიან და მათ უნდა იცოდნენ ეს ძალიან მალე იმისთვის რომ ფსიქოლოგიურად განწყობის თვალსაზრისით მოემზადონ და იცოდნენ რას თხოვს სახელმწიფო მათ, რას თხოვს გარემო მათ და ამასთან დაკავშირებით მე კიდე ერთხელ ბოდიშს ვიხდი რომ დღეს პოზიცია არ მაქვს, თუმცა დღეს მთელი დღე ამის თაობაზე მქონდა შეხვედრები, მაგრამ უახლოეს მომავალში ამასთან იქნება დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული და გარდა ამისა კიდე მინდა ვთქვათ რომ მოგცეთ ჩვენ შესაძლებლობა რომ ეს პოზიცია ძალიან ხშირად ამის თაობაზე ხო, იმიტომ თუ თქვენ ასეთივე გახსნილი დარჩებით მედიის. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ისეთი რამე რომელიც ძალიან ბევრჯერ უნდა რაც ჩამოყალიბებდა ითქვას და გავაგებინოთ იმ ხალხს ვინც არიან ასე ვთქვათ ჩვენი. კიდევ ერთი მთავარი თემა ეს არის სწავლის გადასახადი უმაღლეს სასწავლებლებში. ძალიან ბევრი ბავშვი ვერ ახერხებს საერთოდ ჩააბაროს, ამის გამო თორთები აბიტურიენტების რიცხვიც არის წლების მანძილზე კლებისკენ მიმართული, იმიტომ რომ მათ არ აქვთ გადასახადის გადახდის საშუალება. ამ მიმართულებით თუ ფიქრობთ, რომ იქნება რეალური და შესაძლებელი შემცირება გადასახადის. კიდე ერთხელ ახლა როგორც უმაღლესის წარმომადგენელი ჯერჯერობით გელაპარაკებით, თუ ჩვენ გავაიაფებთ სწავლას, ჩვენ გავაიაფებთ უბრალოდ გავაუფასურებთ კი არა, ხარისხის სწავლის დაეცა. შესაბამისად, ჩემი მიზანი, როგორც ამ სისტემის გარკვეულად მცდელობის ამ სისტემის დალაგების არის, რაც შეიძლება მეტი ფული წავიდეს უმაღლესში. იმიტომ რომ უმაღლესმა რო იფუნქციონოს და კარგად მოგემსახუროთ თქვენ როგორც სტუდენტს, ამ უმაღლეს დღეს რაც არის, კი ბევრად მეტი ფული სჭირდება. აი რაც არის ბაზარზე, ასე ვთქვათ, უმაღლეს ტარიფები, იმასზე ძალიან ბევრად მეტი ფული სჭირდება უმაღლეს, რომ კვალიფიციური ლექტორი ყავდეს, ის ლექტორი კვლევას ატარებდეს, მონაწილეობდეს კონფერენციებში და იზრდებოდეს თქვენთან ერთად, სტუდენტთან ერთად. თუ ჩვენ ცოტას გადაუხდით უმაღლეს, ამით სწავლის ხარისხი დაეცემა. თუმცა ბატონო გიორგი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია არის ქვეყნები, სადაც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელი, მაგალითად სორბონას უნივერსიტეტი ეს ხარი რა წყაროდან მიიღებს უმაღლესი ფულს. იქნება ეს თქვენი ჯიბიდან, როგორც სტუდენტის ჯიბიდან, თუ ეს იქნება სახელმწიფო გრანტი, თუ ეს იქნება დაფინანსების სხვა საშუალებები, მაგრამ ვთქვათ, რომ დავუშვათ ჩვენ უმაღლეს ფულს მოვაკლებთ, არის ან რომელიმე სისტემას, ან სკოლას მოვაკლებთ ფულს, ან უმაღლეს, ან კვლევებს მოვაკლებთ ფულს, ნიშნავს, რომ განათლების ხარისხი დავაგდოთ. შესაბამისად, უბრალოდ ჩემი და დავუშვათ ჩემი პარტნიორი ამ დავუშვათ იმ ხალხის, ვინც ამ სფეროებს კურირებს რექტორებთან ერთად და ამ სისტემის მესვეურებთან ერთად, უნდა მოხერხდეს მეტი ფულის გადინება იმაში, რა ქვია, მეტი ფულის მიცემა უნივერსიტეტებისთვის. ეხლა რა გზებით ეს უკვე ჩვენი ერთობრივი საზრუნავია, იმიტომ რომ ნებისმიერი რექტორის ფუნქცია სწორედ ფულის მოზიდვაში მდგომარეობს და ალბათ ნებისმიერი სახელმწიფო მოხელის ფუნქციაც უნდა იყოს, რომ სისტემა გააძლიეროს, ისეთი დამოუკიდებელი სისტემები განსაკუთრებით როგორც უნივერსიტეტები. გასაგებად და უკვე ბოლოს შეკითხვა, რადგან გიადვალი გველოდება, რომელიც ჩაგორთვება რამდენიმე წუთში ნიუ-იორკიდან, შეიქმნება კომისია, რომელსაც სწორედ ის უხელმძღვანელებს, ეს იქნება განათლების და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია. როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა ამ კომისიასთან და საერთოდ რატო გახდა ესეთი კიდევ ცალკე სტრუქტურის შექმნა საჭირო, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება, როგორც მე მივხვდით ეს. იმიტომ რომ ეს ჯერ მე ძალიან მიხარია ბატონ გიასთან ერთად მუშაობა, ძალიან ბევრი მსმენია მის შესახებ და მიხარია რომ ჩვენ კოლეგიალურ რაღაცა მასში შევდივართ, თანამშრომლობაში შევდივართ. საქმე ისა რომ ეს არის ძალიან გლობალური სფერო და ესეთი ადამიანები, როგორც არის ბატონი გია, რომელსაც ძალიან დიდი წარმატება აქვს და წარმატება აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ და ის არის ინტეგრირებული ამ წარმატებაში, ის მოგცემს
და სხვა მისი კოლეგები მოგწონენ ძალიან ბევრი შესაძლებლობა სწორე დავგეგმოთ სისტემის განვითარება. გარდა ამისა, ბატონო გია უბრალოდ ხსნის კიდე ძალიან ბევრ შესაძლებლობას იქ ჩვენი თანამშრომლობის. და ბუნებრივია, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები და რეფორმები უნდა იგეგმებოდეს კიდევ ერთხელ იმ ხალხთან ერთად, ვინც უნდა იყოს ამ რეფორმის მომხმარებელი და ამ შემთხვევაში ბატონი გია და ის ხალხი, ვინც შედის ამ კომისიაში, ჩემთვის მარტო ძალიან დიდი იმედის მომცემია ასეთი სისტემის შექმნა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გიორგი მარგოლაშვილი პასუხობდა მთავარ კითხვას, რამდენიმე წუთში ნიუ-იორკიდან გიადვალი ჩაგვერთვება. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და გიადვალი გვერთვება ნიუ-იორკიდან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო გია. გამარჯობა. გამარჯობათ. ჩართული ხართ ძალიან მნიშვნელოვან ტელემაყურებელს. ჩართული ხართ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, CERN-ში, ანუ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში. როგორ აპირებთ, რომ ჩაერთოთ ქართული განათლების სისტემის რეფორმაში? ფიზიკურად სად უნდა იყოთ? არა, ფიზიკურად შორმანძილს არა, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ეს თანამედროვე ტექნიკური საშუალებები კიდე გაითიშა? არა, ისმის კარგად. არა, მე მესმის ახლა. ისმის კარგად. ალო. ისმის ილაპარაკეთ. ილაპარაკეთ ბატონო გია, ისმის თქვენი ხმა. ისევ პრობლემაა, ამიტომ იძულებული ვარ ისევ გამოვაცხადო რეკლამა, იმედია რომ გამოსწორდება გადაცემის ბოლომდე ჩართვის ხარისხი. კიდევ ერთხელ ბოდიში, ბატონო გია, აღარ გავიმეორებ შეკითხვას, გადავიდეთ პირდაპირ. დიახ, კი ბატონო. ხო, ფიზიკური მანძილი არ არის პრობლემა ამ პროცესში ჩართულობისთვის. მე ყველანაირ მოქნილებას გამოვიჩენ, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად ვიქნები ჩართული. თქვენი აზრით არა, ეხლა არ გათიშულა, მე მესმის. თქვენი აზრით რა არის მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში განათლების და მეცნიერების სისტემის? არ გესმით ჩემი ბატონო გია? ისევ პრობლემაა ხასთან დაკავშირებით? დიახ. ბატონო გია, გავიმეორებ შეკითხვას. რა არის მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში განათლების და მეცნიერების სისტემის, რადგან თქვენმა კომისიამ უნდა იზრუნოს სწორედ ამ ორი სფეროს, რომლებიც უშუალოდ კავშირში ერთმანეთთან განვითარებაზე. მთავარი პრობლემები, რასაც ხედავთ? მთავარი პრობლემა და მთავარი მიზანი არის, რომ განათლების სისტემა იყოს მოყვანილი შესაბამისობაში დემოკრატიულ სახელმწიფოს სტანდარტებთან. და ამისათვის აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და ამოსავალი კონცეფცია უნდა იყოს აკადემიური თავისუფლება და ამაზე მერე დაფუძნებული ზედნაშენი. ეს არის მთავარი. ანუ აკადემიური თავისუფლება გულისხმობს ასევე რა თქმა უნდა გადაჯაჭვულია თავისუფალ აზროვნებასთან, სხვანაირად თავისუფალ მოაზროვნეს განათლების სისტემა ვერ მოამზადებს, თუ ეს აკადემიურ თავისუფლებაზე არ არის დაფუძნებული. ეს გადაჯაჭვულია იმ პროფესურის როლთან, რომ გადამწყვეტი როლი უნივერსიტეტის წარმატებაში და უნივერსიტეტის ხერხემალი საერთოდ არის პროფესურა, ანუ ფაკულტეტის წევრები. მათი ხარისხის ამაღლებაში, მათ დამოუკიდებლობაში, მათი პირობების გაუმჯობესებაში და ასე შემდეგ. რაც შეეხება რეფორმებს მეცნიერებაში, ეს სისტემა დღეს მიიჩნევა პრაქტიკულად დაშლილად. რას აპირებთ ამ მხრივ? რა რეფორმებია განსახორციელებელი? თქვენი ხმა წყდება. სამეცნიერო სისტემასთან დაკავშირებით რა რეფორმებია განსახორციელებელი თქვენი აზრით? ეს სისტემა ითვლება ახლა დაშლილად. ჩემი აზრით, ჩემი ხედვას რაც შეეხება, გავიმეორებ კიდე. ანუ მე შემიძლია ახლა გითხრათ ის ძირითადი პრინციპები, რაც არის გასატარებელი. და ამის მერე ახლა დეტალები თავისთავად დაიხვეწება, რა თქმა უნდა. ძირითადი პრინციპი, გესმით ჩემი? დიახ, მესმის, ილაპარაკეთ. მე მგონი ისევ გაითიშა. არა, ისმის თქვენი ხმა არ არის პრობლემა. თუ არის საშუალება, იქნებ გავასწოროთ კიდევ ერთხელ ხმის ხარვეზი. თუ გესმით ბატონო გია, ჩემი ხმა იქნებ გააგრძელოთ. ხო.
კი გავაგზავნებ, ესე იგი, ნუ რახან ესეთ გვიწევს ეს პირობაში მუშაობა, ესე პირდაპირ გიპასუხოთ. მე ვთქვი უკვე, არ ვიცი ახლა რაღაც მომენტში გაითიშა. მე ვთქვი, რომ თავარ პრინციპებზე აქ ლაპარაკი, ნუ დეტალები შემდგომში დაიხვეწება. თავარი პრინციპი ამოსავალი, როგორც ვთქვი, ეს არის აკადემიური თავისუფლება. ეს კონცეფცია საქართველოში დღესდღეობით ფაქტიურად არ არსებობს. ეს კონცეფცია თავისთავად არის აუცილებელი რგოლი იმისთვის და ეს არის ქვაკუთხედი, რაზეც უნდა დაშენდეს შემდეგ ეს რეფორმა. სხვანაირად არ გამოვა. ეს არის იმის გარანტია, რომ უნივერსიტეტის ხერხემალი და უნივერსიტეტის ბაზა და რაზეც უნივერსიტეტი დგას, ეს არის პროფესურა, ანუ ფაკულტეტის წევრები, რასაც ჩვენ ვძახით და ეს გარანტია იმისი, რომ ამ პროფესურას ექნება გაუმჯობესებული პირობები, ექნება აკადემიური თავისუფლება და იქნება იმის საშუალება, რომ მოამზადოს თავისუფლად მოაზროვნე და შემოქმედი ადამიანი. ეს არის აუცილებელი. ეს არის ამოსავალი წერტილი ამ რეფორმის. ნუ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთელი დეტალები არის გასაუმჯობესებელი. ნუ მაგალითად, ახლა რა ვიცი, დავუშვათ ავიღოთ ესეთი მაგალითი, დავუშვათ პროფესორი, რომელსაც აქვს full პროფესორი დავუშვათ, ხო? რომელსაც აქვს თქვათ 2 წლიანი კონტრაქტი, არ 3 წლიანი კონტრაქტი. ეს არის პირდაპირ დარტყმა აკადემიურ თავისუფლებაზე. ეს არის ამ საერთო პროფესორი, რასაც ქვია იმ კონცეფციას, რომ მთლიანად აზრი გამოაცალო. იმიტომ რომ, ნუ 2 წლიანი კონტრაქტიან ადამიანმა, რომელიც არის ფაქტიურად სულ რაღაცა გარკვეულ სტრესში, ხო? აი 2 წლის მერე რა მოუვა, კონტრაქტი გაუგზელებენ, არ გაუგზელებენ და ასე შემდეგ. ნუ ამ სტრესში ყოფნა ადამიანმა როგორ შეუულია მან იმაზე იზრუნოს, რომ მოამზადოს თავისუფალი მოაზროვნე. მე მგონი კიდე გაითიშა. არა, ისმის თქვენი ხმა ახლა. თქვენ თუ გესმით ჩემი? ბატონო გია, თუ გესმით ჩემი, მიპასუხეთ. ბატონო გია, გესმით ახლა? ეხლა მესმის, კი, სად გავწყვიტეთ ოღონდ? ახლა შეკითხვას დაგისმევთ, რაც შეეხება თქვენს თანამშრომლობას, თქვენი კომისიის თანამშრომლობას განათლების სამინისტროსთან. როგორ წარმოგიდგენიათ ეს, როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება ერთობლივად? არა, მთელი იდეა კომისიის რა არის, ხო? კომისიის იდეა მთელი არის, რომ ეს არის რგოლი, დამოუკიდებელი რგოლი, რომელშიც არის ხალხი გაერთიანებული, ნუ ეგრეთ წოდებულ საზოგადოებრივ საწყისებზე, რომლის თავარი მიზანია თავისი გამოცდილება ჩააქსოვოს აი ამ რეფორმაში. ანუ ეს არის მრჩეველის ფუნქცია აკისრია ამ კომისიას. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელმაც უნდა გამოიმუშაოს ეს რეფორმა და შემდეგ ეს რეფორმა დაიცვას და შესთავაზოს და დაიცვას ასევე განხილვის დროს. ანუ დაასაბუთოს რატო არის მაგალითად რატო ვთვლით ესე და არა სხვანაირად და ასე შემდეგ. ეს არის ამის ფუნქცია. ეს რა თქმა უნდა, ვინაიდან საბოლოო ჯამში რეფორმა ჯერ უნდა შეიქმნას, შემდეგ დამტკიცდეს და შემდეგ ცხოვრებაში გატარდეს. ეს სამი რგოლი არის წარმოდგენილი, ეს არის კომისია, შემდეგ საკანონმდებლო ორგანო, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი და შემდეგ აღმასრულებელი სამინისტრო. ეს რა თქმა უნდა ამათთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ უნდა მოხდეს რეფორმის შემუშავება. ვინაიდან სამინისტროს საბოლოო ჯამში ეს ცხოვრებაში უნდა გაატაროს სამინისტრო, თუ ეს დამტკიცებული იქნება. ამიტომ რა თქმა უნდა, მჭიდრო მუშაობას მოველით სამინისტროსთან, იმიტომ რომ ნუ რა თქმა ჩვენ ხო არ გვინდა ისეთ რეფორმაში ჩვენ რეფორმა გავაკეთოთ და მე ეს არსად არ გატარდეს. ანუ რა თქმა უნდა, მაგრამ არის რაღაც ყველანაირ დეტალებზე და ტექნიკურ დეტალებზე მოხდება მოლაპარაკება, მაგრამ არის რაღაცა პრინციპები, რომელზეც კომპრომისი არ შეიძლება. ანუ პრინციპზე რომ ეს უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფოსთან შესაბამისობაში მყოფი სისტემის რეფორმა, ამაზე კომპრომისი არ შეიძლება. დავით ზურაბიშვილი, ნინო გოგუაძე, გესმით თქვენ ჩემი ხმა ახლა? გასწორდება რამდენიმე წუთში? დიახ. დავით ზურაბიშვილი და ნინო გოგუაძე, თქვენს გარდა ცნობილია კიდევ 2 წევრის ვინაობა. ეს თქვენი არჩევანი იყო? რა სიტყვით ამ ადამიანებზე? ესა კითხვის დასაწყისი არ მომისმენია, მაგრამ რამდენადაც გავიგე კითხვა იყო კომისიის შემადგენლობაზე. დიახ. ნუ ეხლა კომისია არ დავიწყებდი მე ხა ამ დეტალების განხილვას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს კანდიდატურები ყველა შეთანხმებული იყო, მე გუშინ ვილაპარაკეთ. მაგრამ
ჯერ ეგეთი არ არის დადგენილი საბოლოო წევრების ვინაობა, რაოდენობა და ასე შემდეგ და ეხლა ჩამოთვალ რომ დავიწყო იმ ხალხის ვიზე ჩვენ ფიქრობთ რა თქმა უნდა აზრი არ აქვს იმიტომ რომ ნაწილი ალბათ უარს იტყვის და ასე შემდეგ ამიტომ ეგ პრინციპული მომენტი არ არის და რა თქმა უნდა წევრების ის რამოდენიმე წევრი რაც თქვენ დაასახელეთ შეთანხმებული იყო რა სამეცნიერო წრეებიდან იქნებიან ძირითადად წარმოდგენილი კომისიის წევრები, ეს არის საინტერესო. არაფერი არ მესმის. სამეცნიერო წრეებიდან იქნებიან წარმოდგენილი კომისიის დანარჩენი წევრები. არ მესმის. კარგით, მე მგონი დავღალეთ სტუმარის და დავტანჯეთ ჩვენი მაყურებელიც. ძალიან დიდი მადლობა გიადვალს. ეგ არაფერი არ ისმის. თქვენი თუ ისმის, მაგრამ თქვენი არ მესმის. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ ძალიან რთულად განხორციელდა ჩართვა ნიუ-იორკიდან. მე გპირდებით, რომ ძალიან ახლო მომავალში გიადვალი ისევ იქნება ჩვენი სტუმარი და ასეთი ხარისხი აღარ იქნება ჩართვის. რეკლამის დროა გადაცემაში, რეკლამის შემდეგ თინა ხიდაშელთან ერთად დავბრუნდებით. თინა ხიდაშელი უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალ პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებთ თქვენ. ყოველ შემთხვევაში თქვენ კანდიდატურაზე საუბრობს კოალიცია და მისი ხელმძღვანელი. მუდმივ მოქმედი იქნება ეს კომისია? როგორც წესი საგამოძიებო კომისიები ეს დროებითია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ნამდვილად დროებითი იქნება და 4 წლის განმავლობაში მისი აუცილებლობა არ იქნება. თუმცა 8 წელი გაქვთ ალბათ თინა შესასწავლი. ხო, შესასწავლი გვაქვს 8 წელი და შესასწავლი გვაქვს, რაც თავარია ძალიან ბევრი საქმე, ძალიან ბევრი, მე არ ვიცი რამდენ ასეულს ითვლის ეს საქმეები თუ არა, უფრო მეც. და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაზარალებული ამ 8 წლიანი მმართველობის შედეგად. ამიტომ რთული სათქმელია რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ ჩემი ამოცანა არის, ისევე როგორც ჩემი მეგობრების, რომ პირველი შედეგები რაც შეიძლება სწრაფად ნახოს საქართველოს. თავარი ამოცანა ასეთი კომისიის არსებობის არის, რამოდენიმე ძირითადი მიზანი აქვს მას, გარდა იმ თავარისა, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს. რომ ადამიანებს გაუჩნდეთ სამართლიანობის აღდგენის განცდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად პროკურატურამ, იუსტიციის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტმა და საერთოდ თელმა ხელისუფლებამ, რომ ალბათ ყველაზე მთავარი რის გამოც მოსახლეობამ ხმა მისცა ქართულ ოცნებას და უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას ამ არჩევნებში, იყო ის ძალიან დიდი უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში მეფობდა. და ეს უნდა გავტეხოთ, სამართლიანობის განცდა უნდა დავაბრუნოთ. მე სწორედ ასე ვხედავ ამ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მთავარ ფუნქციას და დანიშნულებას. როგორც ვიცი, საუბარია იმაზე, რომლებიც იმ საქმეებზე, იმ კანონდარღვევებზე, რომლებიც შეიცავს პოლიტიკურ მდგენელს. ანუ მხოლოდ ასეთ საქმეებზე იმუშავებ? ძირითადად, რა თქმა უნდა, შეგვიძლია პირობითად სამ ნაწილად გავყოთ მთელი ეს საქმიანობა, რაც ამ კომისიამ ჩემი ხედვით უნდა გასწიოს. პირველ რიგში ეს არის სწორედ პოლიტიკური მდგენელი, ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიება, როგორც გაყალბების ნაწილში, ასევე პოლიტიკური დევნის, პოლიტიკური ძალადობის იძულების ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ციკლი დაირღვეს 20 წლიანი ციკლი საარჩევნო ძალადობის საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს და პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც საკუთარი მოსახლეობის ნებაზე ძალადობდა ამ ხნის განმავლობაში. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ წარსულისთვის, არამედ მომავლისთვის ჩვენი ქვეყნის, იმისაც რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერასოდეს ვეღარ გაბედოს ის, რაც საქართველოში ხდებოდა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. არავის აზრადაც კი აღარ უნდა მოუვიდეს, რომ შეცვალოს ქართველი ამომრჩევლის ნება და რაღაც რიცხვები დაწეროს, პროცენტები გადაანაწილოს, მანდატებით ითამაშოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ერთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ნაწილი. არა, ჩვენ დავიწყებთ სამივე მიმართულებით ერთდროულად. ანუ ეს არის ერთი მიმართულება, რომელიც ამ კომისიის ფოკუსში მოხდება. მეორე, ეს არის ის რაზეც ჩვენ სულ ლაპარაკობდით, რაც მე პირადად მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში ერთიც ვიყავი დაკავებული, ელიტურ კორუფციასთან და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები, თემები, საკითხები, დავები, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ერთი ძალიან პატარა ჯგუფი ადამიანების, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების და ოჯახების, რომლებმაც მიიღეს ყველა სიკეთე ქართული სახელმწიფოსგან. და რის შედეგადაც გაღარიბდა და გაღატაკდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა. ისევე
ასევე როგორც ძალადობრივი ქონების გადანაწილება, რომელიც განსაკუთრებით პირველ წლებში, მაგრამ არა მხოლოდ პირველ წლებში, არამედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღემდე ხდებოდა და დღესაც ჩვენ ამისი მომსწრეები ვართ, როდესაც აი ეს ცნობილი თემა რამოდენიმე დღის წინ გახდა აქტუალური, რომ თურმე რუსთავიორს და იმედს კიდევ ერთხელ უნდა აპატიონ საგადასახადო ვალები, ვიღაც პატიოსნად თუ იხდი და ის მუდმივად დასარალებული უნდა იყოს ამ ხელისუფლების პირობებში და თავად ისინი მუდმივად მოგებული და გამარჯვებული უნდა რჩებოდნენ. და მესამე მიმართულება ეს არის ის გახმაურებული საქმეები, რომელმაც პრინციპში მოახდინა ამ ხელისუფლების ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი. მათი პოლიტიკური მდგენელი, დიახ, გახმაურებული მკვლელობების პოლიტიკური მდგენელი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტულად აქ ეს პროკურატურის საქმეა და ბატონ მარჩილმა გააკეთა კიდევაც ამის შესახებ განცხადება რამოდენიმე დღის წინ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ისეთი ამბები ხდებოდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ იცოდეს სიმართლე ყველაფრის შესახებ, რაც მის ქვეყანაში ხდებოდა, იცოდეს რატომ არის დღეს ესეთი ღატაკი, როდესაც ჩვენ საარჩევნო პერიოდში დავდიოდით სოფელ-სოფელ, ხო, ოჯახ-ოჯახ მოვიარეთ მთელი საქართველო, ვიცოდით, რა თქმა უნდა, როცა ცხოვრობ შენს ქვეყანაში იცი ხალხს როგორ უჭერს, მაგრამ მეორეა, როდესაც ესე კარდა-კარდად იხარ და პრაქტიკულად ვერ ხედავ ვერც ერთ ოჯახს, რომელიც ცოტათი უფრო უკეთესად ცხოვრობს, ცოტათი უფრო შეძლებულია. ხო, უნდა იცოდნენ ადამიანებმა ამისი მთავარი მიზეზი რა იყო. ეს ჭირდება საქართველოს სახელმწიფოს ასაშენებლად, ეს საჭირო არის საზოგადოებაში ურთიერთობის გასაჯანსაღებლად. საქართველოში და საერთოდ ეს ცნობილი ამბავი არის, ხო, როგორც წესი ასეთი რეჟიმი, როდესაც თავდება საუბრობენ ხოლმე მსხვერპლზე და ჯალათზე. მაგრამ ჩვენ საქართველოში ქონდა სისტემა, სადაც იყო მსხვერპლი და ჯალათი, მაგრამ იყო მსხვერპლი და მსხვერპლი. ანუ ისიც ვინც ძალადობდა მოსახლეობაზე, მისი დიდი ნაწილი ისეთივე მსხვერპლი იყო ამ რეჟიმის, როგორც ის ვიზაც ძალადობდა. და მე ვფიქრობ, რომ იმ სახელმწიფოს, რომელიც იმ ხელისუფლების უпроსტოდ, რომელიც 1 ოქტომბერს დაიბადა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში და ეს მანდატი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ჩვენ მოგცა არის იმისთვის, რომ ეს იყოს პრინციპულად განსხვავებული სისტემა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 20, 25 და 30,000 კაცი ციხეში არ უნდა ჩავსვათ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ აღვადგინოთ ნდობა საზოგადოებაში, რომ რა თქმა უნდა ჯალათი უნდა დავსაჯოთ, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტური აუცილებლობა სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ ამასობაში ის ადამიანები, რომლებიც ისეთივე მსხვერპლი იყვნენ ამ სისტემის, როგორც ის ვიზეთ ძალადობდნენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მათი საზოგადოებაში ინტეგრირება უნდა მოვახერხოთ. ოღონდ რა თქმა უნდა, ამას ჭირდება ნებისმიერ ჩინოვნიკს, რომელიც იძულებული იყო, ნებისმიერ სკოლის დირექტორს, მაგალითად, რომელიც იძულებული იყო, ნებისმიერ, არ ვიცი, რწმუნებულ სოფელში, რომელიც იძულებული იყო, ეძალა და დაეშინებინა, დამუქრებოდა და ეშანტაჟებინა თავისი თანასოფლელი, თავისი მეგობარი, თავისი კლასელი, თავისი მეზობელი, იმიტომ რომ მას სხვა გამოსავალი არ ქონდა, იმიტომ რომ შვილი ყავდა ციხეში, რომლის შესახებაც იცოდა საშინელი ისტორიები. იმიტომ რომ, არ ვიცი, ოჯახში ერთადერთი ადამიანი იყო დასაქმებული, რომელიც მის და კიდევ სხვა ოჯახს არჩენდა და მას სამსახურიდან გათავისუფლება და შესაბამისად შიმშილის წინაშე პირისპირ აღმოჩენა ელოდებოდათ, ხომ? ამ ადამიანებს გულისხმობ მე, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი გადასახედიდან, იქიდან გამომდინარე, რაცაც მე ჩვენს ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში ვუყურებდი, პრინციპში ისეთივე მსხვერპლია და ისეთივე სინანულს იმსახურებს, როგორც მეორე მხარე ამ პრობლემის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვერ მოხდება ესე რომ ვიღაცის პოლიტიკური ნებაა და მორჩა. ეხლა ჩვენ გადავწყვიტეთ და ეს ასე იქნება. ამას ჭირდება წინაპირობები, ამას ჭირდება სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეს ხალხმა. ამ ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ სიმართლე. ამ ადამიანებმა უნდა მისცენ შანსი ქართულ სახელმწიფოს გაჯანსაღების და განვითარების. სხვანაირად ჩვენ წინ ვერ წავიდებთ. სხვანაირად მუდმივად ექნება საზოგადოებას აი ეს მოთხოვნილება, რომელსაც ჩვენ დღეს ყოველდღიურად ქუჩებში ვაწყობთ. მე დღეს ჩამოვედი პირველად საგარეჯოდან არჩევნების შემდეგ და დღემდე არჩევნებიდან და დღემდე უდიდესი ნაწილი ადამიანების, რომელიც მე ხვდება, ლაპარაკობს იმაზე, რომ როდის დაისჯებიან. ეს არის მთავარი კითხვა. და ვინ დაისჯება, ესეც არის მთავარი კითხვა. ხო, რა თქმა უნდა, ოღონდ აი სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გვჭირდება ჩვენ, რომ ერთის მხრივ საზოგადოებას კონდეს იმის განცდა, რომ სამართლიანობა აღდგა, რომ ჯალათი პასუხს აგებს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ უნდა ავაშენოთ ჯანსაღი სახელმწიფო, არა შურის ძიებაზე დაფუძნებული სახელმწიფო, არამედ ჯანსაღი სახელმწიფო. ამიტომ არის საჭირო ასეთი ტიპის კომისია, თორე
ძალიან მარტივი იქნებოდა, ყველაზე მარტივი გზა არის, რა თქმა უნდა, ყველა საქმე გამოიწვიოს პროკურატურამ, დაწყებული გორის ბაზრის ჩამორთმევიდან, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პირველი საქმე იყო ამ ხელისუფლების ქონებაზე ძალადობის, დამთავრებული აი სულ ბოლო ფაქტებით, რომელიც ამ დღეებში რაღაცა ვახსენეთ ჩვენს თვალწინ ვითარდება და ყველა დავსაჯოთ. ყველას წინააღმდეგ დადგეს სასამართლოს განაჩენები. ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება განსაზღვრელი სკამზე. ძალიან ბევრი ფულია მოპარული, ძალიან ბევრი ქონებაა დატაცებული, ძალიან ბევრი ადამიანი არის ძალადობის მსხვერპლი საქართველოში. უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს იმ ადამიანების, ვინც ან ციხეში ზის, ან პრობაციონერია, ან პირობითი სასჯელი აქვს. ძალიან დიდი უსამართლობა და დიდი ბოროტებას უფევდა ჩვენს ქვეყანაში ამ 8 წლის განმავლობაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამას ისევე არ ნაუპასუხოთ ბიძინა ივანიშვილმა. ძალიან მნიშვნელოვანი, რა ვთქვა, როდესაც აი ცნობილი შეხვედრა შედგა მიხეილ სააკაშვილთან. სადაც მან თქვა, რომ ჩვენ მათ არ მოვექცევით ისე, როგორც ისინი იმსახურებენ. და ეს არის სწორედ ის ღირსება, რომელთაც ჩვენ უნდა ვიაროთ და ვაშენოთ ახალი ქართული სახელმწიფო. როგორ წარმოგიდგენია თვითონ კომისიის მუშაობის საქმეების გამოძიების პროცესი და ასევე საინტერესო რა იქნება უკვე როდესაც გამოიძიებთ თქვენ საქმეს შემდეგი ინსტანცია, შემდეგ სათხვდება პროკურატურაში თუ პირდაპირ სასამართლოში. ეს დამოკიდებულია იმაზე, სადამდე მიგვიყვანს ამა თუ იმ კონკრეტული ფაქტის გამოძიება. მე ახლა ამ გადასახედიდან როდესაც ვუყურებ და უკვე რაც პირველად ეს ინფორმაცია გაჟღერდა, იმდენი ადამიანი იყო ჩემთან მოსული, იმდენი ახალი ამბავი გავიგე, რომელიც მანამდე არ ვიცოდი, რომ ეს უკვე აბსოლუტურად წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს. ამიტომ მე ესე წარმომიდგენია, რომ ჩვენ ყველა საქმე უნდა გამოვიკლოთ, აბსოლუტურად ყველა, არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს მიღმა ამ პროცესის, თუ კი მას აქვს დასაბუთებული, დოკუმენტურად დასაბუთებული საქმე იმის შესახებ, რომ ის იყო ან პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, ან ელიტური კორუფციის მსხვერპლი, ან სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მონოპოლიზირებული ბიზნეს საქმიანობის მსხვერპლი, ხო? ეს საარჩევნო თემებზე უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ სადამდე წავა ეს საქმეები დამოკიდებული იქნება იმაზე, სადამდე მიგვიყვანს თვითონ ამ საქმეების განვითარება. რა თქმა უნდა, ყველა საქმე წავა სასამართლოში. აბსოლუტურად ყველა საქმე წავა სასამართლოში. და კანონის შესაბამისად იქნება მიღებული ყველა გადაწყვეტილება. მაგრამ კანონი უნდა იყოს სამართლიანი. კანონმა უნდა გააჩინოს იმის შანსი, რომ ჩვენ დავსაჯოთ ისინი, ვინც სისტემის სათავეში იდგნენ, ისინი, ვინც აიძულებდნენ ძალადობაზე საკუთარ თანამშრომლებს. ეს არის ჩემი პირადად დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. მე არ მინდა საქართველოში ვნახო კიდევ 10,000 დამატებითი პატიმარი აი ამ საქმეების შედეგად. არავითარი мотиваცია ამის არ არსებობს, არავითარი აუცილებლობა ამის არ არსებობს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ისეთივე კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი წევრები იქნებიან ჩვენი საზოგადოების, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, უბრალოდ მათ უნდა მივცეთ შანსი. ეს შანსი მათ თვითონ უნდა მისცენ საკუთარ თავს. სწორედ ამ შანსს იძლევა პარლამენტში საკამოძიებო კომისია. მათ უნდა ილაპარაკონ სიმართლე. ჩვენ უნდა ყველამ ერთად, მეც, როგორც პოლიტიკოსმა, თქვენ ჟურნალისტმა, თელმა საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი, იმიტომ რომ საქართველოში ბევრი საფრთხე არსებობს და მათ შორის არსებობს დღევანდელი ხელისუფლებისგან რევანშის საფრთხე. დღევანდელი ხელისუფლება ყველგან, ყველა სოფელში და ყველა ქალაქში ლაპარაკობს იმაზე, აღვივებს რწმენას საკუთარ იმ ჩინოვნიკებში, რომლებიც ყველაზე ცუდად იქცეოდნენ მაგალითად არჩევნების დროს, აზრს იმის შესახებ, რომ ისინი 6 თვის შემდეგ დაბრუნდებიან. ამას გაიგებთ თქვენ ყველგან, სოფლებში, ქალაქებში, ადამიანები შეშფოთებულები სვავენ ამ კითხვას, შეწუხებულები ლაპარაკობენ ამის შესახებ. რომ თუ ეს მართლა შესაძლებელია. ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ ქართული ოცნების პროგრამა, სამთავრობო გუნდი და საპარლამენტო შემადგენლობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს იყოს ყველაზე უფრო წარმატებული სახალხო ხელისუფლება საქართველოში, როგორიც არასოდეს არ ყოფილა. მაგრამ ამავდროულად მე მგონი პირველ ახს ვეუბნაოდი, რომ როგორც კი ადამიანებს გაუჩნდებათ იმისი мотиваცია იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეჟიმის მსახურები და რეჟისორები იყვნენ აი იმ სცენარების, რომლებიც იდგმებოდა სხვადასხვა ტელევიზიებში, რომ ეხლა მაღალი მორალისტური პოზიციებიდან უნდა გველაპარაკონ, ჩვენ მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ადამიანები, რომლებიც კლავდნენ, ან მკვლელობის ბრძანებებს იძლეოდნენ, რომლებიც აყაჩაღებდნენ, ატერორებდნენ, აშინებდნენ, ციხეში აწამებდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ არ უნდა მივცეთ ჩვენ იმის უფლება, რომ პოლიტიკური რეაბილიტაცია გააკეთონ. ისინი იცხოვრებენ საქართველოში, იმის შესაბამისად, როგორც მათ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება მოექცევა, მაგრამ ჩვენ მათ რა თქმა უნდა არ უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ პოლიტიკური რეაბილიტაცია გაიგეთ. ხაბუტონია
თქვენ შეგიძლიათ კოალიციას გულისხმობ მიიღოთ და შეცვალოთ კანონები. თქვენს კომისიას შეიძლება გამოიძიოს ობიექტურად საქმეები, მაგრამ რაც შეეხება სასამართლოს, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე მოსამართლეებს, თქვენ მათ ვერ შეცვლით, რადგანაც კანონით არიან მათ შეცვლით მართლმადიდებელი მართლმსაჯულება. საქართველოს სასამართლო სისტემის მოსამართლეების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს არ ვიცი, მე შეიძლება ამას ესე პირდაპირ დღეს უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი არ უნდა ვამბობდე, მაგრამ არსებობს ძალიან ელემენტარული ჭეშმარიტებები, რომელიც იმის მიუხედავად ოპოზიციაში ხართ, ხელისუფლებაში ხართ, ჭეშმარიტება რჩება. საქართველოს სასამართლო სისტემაში მყოფი ბევრ მოსამართლეს განსასჯელის გამზე მოუწევს ჯდომა. მათ ჩვენ ვერ შევეხებით, არ შევეხებით. თუმცა ისევ სასამართლო ადებს საბოლოო ვერდიქტს, ხომ ასეა თქვენს გამოძიებულ საქმეს. რა თქმა უნდა, სასამართლო დამოუკიდებელი სასამართლო გამოიტანს ვერდიქტს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე და ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი. ეს ჩვენი ხელისუფლება, ქართული ოცნება და ის პოლიტიკური ნება, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში იარსებებს, იქნება ამის გარანტი. ეს არ არის რთული ამოცანა. ამის უზრუნველყოფის ბევრი მექანიზმი არსებობს და ყველა მექანიზმი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, იქნება მხოლოდ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი, კანონიერი და სამართლიანი, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ მივცემთ არავის იმის შანსს, რომ იმ ტიპის პრობლემები გაჩნდეს საქართველოში, რაც იყო 2004 წლიდან მოყოლებული. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ჩამოივლის უწყება და ადამიანებს იარაღის მუქარით დააწერინებს განცხადებებს გადადგომას. ქართული ოცნების ხელისუფლება იქნება ხელისუფლება, რომელიც სამართალს გააჩენს საქართველოში. ეს იქნება ხელისუფლება, რომლის პირობებშიც მხოლოდ კანონის შესაბამისად დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იქნება მიღებული ყველა გადაწყვეტილება. მაგრამ მე როგორც იურისტ შემიძლია დავინახო როგორც იურისტ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი დღევანდელი მოქმედი მოსამართლე განსასჯელის გამზე. იმიტომ რომ მე კარგად ვიცნობ საქმეების დიდ ნაწილს, გახმაურებული საქმეების დიდ ნაწილს, ვესწრებოდი უამრავ სასამართლო პროცესს, სადაც მეფობდა უკანონობა, სადაც იყო ზეიმი უსამართლობის და უკანონობის, კანონის და კონსტიტუციის ყველა ნორმის და მუხლის დარღვევის. რა თქმა უნდა, ეს საკითხები იქნება შესწავლილი. ძალიან მაღალი ინტერესის საგანია საზოგადოების მხრიდან და შესაბამისად იქნება სკრუპულოზური, დეტალური შესწავლის საგანი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა კომისია და მისი შესაძლებლობები, რესურსი ასევე ვერ იქნება განუსაზღვრელი, ხომ ასეა? როგორი იქნება პრიორიტეტები თქვენი, ანუ რიგითობა საქმეების, როგორ უნდა დაალაგოთ? საქმე 8 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულები ძალიან ეს არის ეს ერთხელ უკვე ითქვა და მეც გავიმეორებ, რომ აი ეს რაც მოხდა დღეს, მაგალითად ტელეკომპანია იმერის გადაცემა, კარგი მაგალითია და შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მაგალითი. თუ კი ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ იმიტომ რომ დღეს ტელეკომპანია იმერი გადაეცა დაუბრუნდა ოჯახს, ხო როგორც მე გავიგეხოს ბოლო ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ და ძველი დირექტორი დაუბრუნდა და სავარაუდოდ არის იმის შანსი, რომ ეს ტელევიზია დაუბრუნდეს თავის პიროვანდელ მდგომარეობას. ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია. ოღონდ მე აღფრთოვანების შეძახილები არ მაქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს, სულაც არ ნიშნავს, რომ დღეს გიორგი არველაძემ ისეთი გმირული აქტი ჩაიდინა, რომ ამის გამო ჩვენ მას ტაში უნდა დაუკრათ და ყველაფერი უნდა ვაპატიოთ. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენი ამოცანა არის ზუსტად ის, რაც მოხდა იმედის შემთხვევაში, ანუ ქონება დაუბრუნდეს, საკუთრება დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, მაგრამ ამასობაში იმის მიუხედავად ეს იქნება ნებაყოფლობითი, თუ იქნება უკვე სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შესაბამისი, ის ადამიანები, რომლებიც ამ ძალადობით იყვნენ დაკავებული, იმ ადამიანებმა პასუხი უნდა ააგონ. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გიორგი არველაძე მორჩა, დასუფთავდა და ეხლა მასთან დაკავშირებით აღარავის პრობლემა არ ექნება. ჩვენ ცხოვრობდით სისტემაში, როდესაც ხელისუფლების შეცვლიდან მეორე დღეს უცბად მაგალითად ბენზინის ფასმა დაიკლო. იცით, დადასტურდა ყველაფერი, რაზეც მანამდე ვლაპარაკობდით. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არჩევნების დროს ჩვენს აქტივისტებს ერთმანეთის მიყოლებით იჭერდნენ, აპატიმრებდნენ, უაპელაციოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პირიქით აპატიმრებდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიდეო მასალა გვქონდა, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, მოსამართლე ამას უყურებდა და ამის მიუხედავად მაინც ჩვენს მეგობრებს იჭერდნენ. 2 ოქტომბერს იმავე მოსამართლეებმა, ან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეებმა ის ადამიანები გამოუშვეს ციხეებიდან.
ვითომ არაფერი მომხდარა. და ვიღაცას განცდა აქვს, რომ დღეს იმიტომ რომ ასე იქცევა, ეს კარგია და ჩვენ უნდა ტაში დაუკრათ. ზუსტად ისეთივე სამარცხინოა მეორე გადაწყვეტილებები, როგორც პირველი გადაწყვეტილებები იყო. იგივე სიტყვით ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აბსოლუტურად იგივე სიტყვით ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე თუ აღდგენაზე თუ მინიჭებაზე რა მნიშვნელობა აქვს. ეს ხომ აბსოლუტურად იგივე ამბავია, იგივე ხაზია, არაფერი არ შეცვლილა. როგორი მორჩილებიც იყვნენ, ეხლა აი ეს ჟურნალისტებს გიყვარდათ ხოლმე საუბარი თვითცენზურაზე, რომელიც არასდროს არ მესმოდა, რას ნიშნავდა და აი ეს დაემართათ ეხლა მოსამართლეებს. და უცბად ვიღაცას გაუჩნდა პოლიტიკური ნება და ამიტომ ჩვენი ყველა დაკავებული აქტივისტი მეორე და მესამე დღეს განთავისუფლდნენ ციხეებიდან. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ისინი უკანონოდ იყვნენ ციხეებში, მაგრამ ეს ხო მათი ნებაყოფლობით გადაწყვეტილება არ იყო. არც პირველ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში. არც პირველ შემთხვევაში უხელმძღვანელია შინაგან რწმენით, რომელიც მოსამართლეს ჩამოუყალიბდა და არც მეორე შემთხვევაში. ამიტომ ეს არის სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს. ეს არის, რაზეც ლაპარაკობდნენ აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ ათასობით რამოდენიმე დღის განმავლობაში. სისტემა უნდა დაინგრეს, არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ არჩევნებით ახალი ხელისუფლება უნდა მოვიდეს. სისტემა უნდა დაინგრეს იმას, რომ პირველ რიგში მენტალურად უნდა დაინგრეს შიშიც, უსამართლობის განცდაც და ძალადობის ალბათობა, რომელიც დაშვებასაც ჯერ კიდევ აკეთებს მოსახლეობა იმ ფონზე, რომ ისევ უყურებს ამათ. და ხედავს, რომ ყოველდღიურად ჯერ კიდევ ბედავს ნაციონალური მოძრაობა და ის ხელისუფლება, რომ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც ხვალდაზე ახალი პარლამენტი რომ მოვა, აუცილებლად გაუქმდება. მე ვხურობ ხოლმე ეს დღეები, რომ სახლობანას თამაშობს სააკაშვილი თქო. იმიტომ რომ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ პრეზიდენტი ვარ, თავის თავს ეძახის ეთყობა. ოღონდ ზუსტად ნამდვილად ვერ ვხვდები, რას ფიქრობს, რა მოხდება 2 კვირის შემდეგ, როდესაც პარლამენტი დაიწყებს საქმიანობას და ახალ საკანონმდებლო ინიციატივები გაჩნდება. მაშინ როგორ ხსნით აი ამ ფონზე დასავლეთის დამოკიდებულებას კერძოდ თუნდაც ამერიკის პრეზიდენტის დღევანდელ წერილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილმა დემოკრატიულმა სისტემამ განაპირობა, რომ ასე კარგად მოხდა ხელისუფლების ჩანაცვლება. ხო, ეს არის ის ტონალობა, რომელიც აირჩიეს ჩვენმა დასავლურმა პარტნიორებმა, იმიტომ რომ მოლოდინი აბსოლუტურად ყოველას ჰქონდა ძალიან მაღალი ხარისხის ძალადობის არჩევნების შემდეგ, ყოველას ვინც დარწმუნებული იყო, რომ ქართული ოცნება იმარჯვებდა არჩევნებში, ყოველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს გამარჯვება ამ გამარჯვებას აუცილებლად ხელისუფლების მხრიდან ძალადობა მოყვებოდა. და რადგან ეს არ მოხდა, ამან გამოიწვია საყოველთაო აღფრთოვანება, როგორც ჩანს. მე არ ვიზიარებ ამ შეფასებებს. ყველას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არც ერთი წუთით, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ის ძალიან მძიმე 11 თვე, პრინციპში უკვე ერთი წელი, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ, როდესაც მთელი 8 წლიანი მმართველობა თავიდან ბოლომდე მთელი სისასტიკით ამ ერთი წლის განმავლობაში კონცენტრირებული იყო და კიდევ ერთხელ თავი გაგვახსენა. და ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად 1 ოქტომბერი. საქართველოს ხელისუფლება ბოლო წუთამდე 8 საათამდე საარჩევნო უბნების დახურვამდე არაფრის დათმობას არ აპირებდა. ერთადერთი რაც მოხდა, ის კი არ იყო, რომ დემოკრატიული სისტემა შექმნა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უზრუნველყო თავისუფალი არჩევნები. თავისუფალი არჩევნები არის, როდესაც მოქალაქეები თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში აკეთებენ არჩევანს მასიურად და ყველა. ეს არ მომხდარა. მაგრამ იმდენი ხალხი მოვიდა არჩევნებზე. იმდენი ადამიანი მოვიდა და მე სულ ვამბობ, რომ ამ არჩევნების ბედი გადაწყვიტა იმ თაობამ, რომელიც არასოდეს არჩევნებზე არ წასულა. და რომელმაც ძალიან ათლად თვალხილულად დაინახა საფრთხე, რომელიც ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში მას ემუქრებოდა. აი ეს საარჩევნო ყუთებთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და 1 ოქტომბრის არჩევნებს შორის, იყო სწორედ მთავარი მიზეზი იმ შედეგის, რომელიც დადგა. არის რაოდენობა ხალხის, რომელიც აღარ ყალბდება. იქ შეუძლებელია უკვე გაყალბება. მე ყველა ოლქში ესე იყო. ჩემი ოლქის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. იყო სოფლები, სადაც ყველა მოვიდა, ვინც სოფელში ცხოვრობს. არც ერთი ადამიანი სახში არ დარჩენილა. ეს აღარ ყალბდება. და ეს იყო ზუსტად თავარი სიურპრიზი ამ ხელისუფლებისთვის, რასაც უკვე ვერაფერს ვაღარ ვიზამთრ. ძალიან დიდი მადლობა. თინა ხიდაშელი პასუხობდა მთავარ კითხვას, მე ხვალამდე გემშვიდობებით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.